ყველაფერი შემიძლია საუკეთესო ვთქვა, კი დედისთვის შვილი ყოველთვის საუკეთესოა, მაგრამ ისიც გეცოდინებათ, რომ გიორგი წლისა და 8 თვის იყო სახში რომ შემოვიყვანე, გავზარდე და ალბათ თამამად შემიძლია ვთქვა, ბიოლოგიური დედა არა ვარ, მაგრამ საუკეთესო შვილი რო არის, უთბილესი, უთკბილესი, მშობლების მიმართ ძალიან ყურადღებიანი, ახლობლების აი ნამდვილად უსამართლო სასამართლოში ვარ. ეს არ ვიცი რა ქვია, მინდა ყოველთვის უცლებლად ვიყო, მაგრამ არ შემიძლია. გიორგი არის 21 წლის ბიჭი. გიორგი ყოველთვის დადიოდა აქციებზე, სულ არ მეშინია ისევ ამბობ ხმამაღალ. მაისის თვეშიც დადიოდა, მანამდეც რო იყო რეზინის ტყვია რომ მოხდა ერთი თვე დასიებული ქონდა გვერდი, წამლებიც მიქონდა ეხმარებოდა ყველას, მაგრამ ქართველი როცა ხარ ეგეთი პატრიოტი, ყოველთვის უნდა იარო აქციებზე და უნდა იზრუნო შენი სამშობლოს სიყვარულისთვის და ნამდვილად იმდენად იყო აღზრდილი, რომ უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი. მე დედა ვარ, დავდივარ დღესაც და კიდევაც. ჩემი სამშობლოს საკეთილდღეოდ, ჩვენი ცხოვრების საკეთილდღეოდ და ახალგაზრდები რომ ბედნიერები იყოთ. გიორგი არის სამედიცინო სტუდენტი, დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ჩარიცხვის დღიდან რუსთავის აზოტის კლინიკაში მუშაობდა, ეხლა არ უმუშავია ამ ბოლო თვეებში, მთელი კოვიდი და იმის დროს სულ იქ იყო. ამასაც ველოდებოდი, დღესაც ეგრე რო იქნებოდა. მშვიდად, წყნარად ჩემი შვილის სანახავად მოვდივარ მარტო. მარტო იყავით ანუ ეს ყველა გავაფრთხილე ახლობელი, რომ ძალიან ბევრი მოვდივართ ხოლმე და დღეს მარტო მინდა რომ უყურო გიოს და არავინ გამომყვეთ.